მზის სისტემის შორეული მისადგომების ყდიადით არის მოცული და სულაც არ არის გასაკვირი, რომ იქ არსებულ ობიექტთა შესახებ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით. მზის სინათლისგან ასე შორს შეიძლება მოზრდილი პლანეტაც კი ვერ შევნიშნოთ. მეცნიერები განსაკუთრებით ნეპტუნს გადაღმა ობიექტებს სწავლობენ, რომელთა შორისაც შესაძლოა მე-9 ჩვენთვის უხილავი პლანეტა იმალებოდეს. ნეპტუნს გადაღმა ობიექტები, აბრევიატურით TNO, ანუ ნეპტუნის ორბიტის იქით არსებული ობიექტები, რომლებიც ამ დრომდე გვაქვს აღმოჩენილი. გარკვეულწილად თავისებური შეჯგუფებებით გამოირჩევიან, რაც იქ დამალულ პლანეტაზე უნდა მიუთითებდეს. ასე ფიქრობს მეცნიერთა ნაწილი. სწორედ ამის გამო გაუჩნდათ მეცნიერებს მოსაზრება მე-9 პლანეტის შესახებ. დიდი, კლდოვანი პლანეტა, რომელიც ჩვენი მხედველობის მიღმა უნდა იმალებოდეს. უფრო მოკრძალებული დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც გაცილებით ახლოს მდებარეობს ვიდრე სადავო მე-9 პლანეტა. თანაც დახრილ ორბიტაზე, რამაც კარგად უნდა ახსნას ის უცნაური ქცევა, რასაც რაღაც უფრო დიდი ობიექტის არსებობას უკავშირებენ. იაპონიის კინდაის უნივერსიტეტისა და იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის პლანეტური მეცნიერების პატრიკ სოფია ლიკავკას და ტაკაში იტოს განცხადებით, ეს პლანეტა მზისგან ძალიან შორსაა, გაყინული და ბნელია და მასით დედამიწას სამჯერ უნდა აღემატებოდეს. უნდა მოძრაობდეს მზისგან მაქსიმუმ 500 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე. ერთი ასტრონომიული ერთეული არის საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის. შედარებისთვის ვიტყვი, რომ პლუტონი მზისგან დაახლოებით 40 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარეობს. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელია შეჯგუფება. ნეპტუნს გადაღმა ობიექტთა ზოგიერთი ჯგუფი ერთად მოძრაობს დახრილ ან გადახრილ ორბიტებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათზე გრავიტაციულ გავლენას ახდენს რაღაც გაცილებით დიდი, ვიდრე ის პატარა ობიექტები, რომლებსაც იქ ამჟამად ვხედავთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.